გვაკლია ორი ბავშვი, იოანე, რომელიც არის 3 წლის და ელისაბედი, რომელიც არის 2 წლის ბებიას ყავს რაიონში წაყვანილი. და კიდე ელოდები მე-7-ს კი. 6 შვილის ყოლა არ დაუგეგმავთ, ორ ოთახში ცხოვრობენ. ჯერჯერობით 9 სული, დეკემბერში კი 10 გახდებიან. ეს მოხდა თავისთავად, ანუ ყველაფერი ღმერთს მივანდეთ. უბრალოდ იცით რა არის იმდენად ბედნიერება ამდენი შვილი, რომ ვერც წარმომიდგენია, რომ რაღაცა, რასაც ქვია, რა ხერხებსაც მიმართავენ, ასე ვთქვათ. ამბობს, რომ ამდენი ბავშვის გაზრდა რთულია, მაშინ როცა სახელმწიფოსგან მინიმალურ დახმარებას იღებ, სოციალურად დაუცველი სტატუსის და მეგობრების დახმარების იმედზე ხარ. ამ დიდი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მამის ხელფასია. ყველაფერს წონით, რასაც ქვია, ძალიან, ასე ვთქვათ, გონივრულად ვუდგებდით ამ თანხის დახარჯვას, რომ ზედმეტი არაფერი არის, ზედმეტში არაფერში არ დავხარჯოთ. ყველაზე მეტად ცივიწროვი აწუხებთ. მართალია ბავშვები ყოველთვის პოულობენ სათამაშოდ საკმარის ადგილს და საშუალებას, მაგრამ ზამთრის ჯანმრთელად გადატანა, ბავშვების ჰიგიენაზე ზრუნვა და გამოყვება მხოლოდ მშობლების პასუხისმგებლობად რჩება. ჩვენ ძირითადად ლოცვით ვიხვწვით და შედეგი ის არის, რომ მართლაც რომ ვინმე მეგობარი გამოჩნდება ზოგი ვთქვათ დაგვეხმაროს. მაგრამ ეს ხომ რაღაც ყოველთვიურად არ ხდება, ყოველკვირეულად ხო ეს ხდება იშვიათად. 1 წლის წინ სოციალურად დაუცველის დახმარებას იღებდნენ, თუმცა მერე ოჯახის ახლობელმა თანამედროვე ტექნიკა აჩუქა და ქულები 28,000-დან 57,000-მდე შემცირდა. დახმარებაც შეუწყდათ. ეს იყო ძალიან დიდი შოკი ჩვენთვის და მე რამდენიმე ჩვენ ხელა ახალი განაცხადი შევიტანეთ. ისეთი ქულები მოგვანიჭეს, რომ ბავშვების დახმარებას ვიღებთ. ასე ვთქვათ, 300 ლარის ოდენობით. კითხვაზე თუ რას შეცვლი და მომავალში, ქეთიმ გვიპასუხა, რომ მისი მთავარი მიზანია შვილებს ჰქონდეთ საშუალება ის ნიჭი გამოიყენონ, რაც მათ ღმერთმა მისცა. სერვისები კი, რომლითაც მრავალშვილიანი ოჯახები სარგებლობენ, ძალიან შეზღუდულია. გვაინტერესებს ძალიან ხატვა. და ხატვის წრეზე ვთქვათ, გოგონა დადის და იცით როგორ არის, ნათლია გვიხდის თანხას. იმიტომ რომ არანაირი ვთქვათ, არ არის იმის საშუალება, რომ ვთქვათ, ჩვენ თვითონ მშობლებმა გადავხატოთ. და უფრო კარგი იქნება, რომ უფრო ფართო იყოს, ვთქვათ, ეს სერვისები. დასახმარებლად რამდენიმე საქველმოქმედო ფონდს მიაკითხა. შედეგი არც ერთ განცხადებას არ მოყოლია. მერე კი იმედიც დაეკარგა და დროც ვეღარ გამონახა. გამიხარდება, რომ თუ ვინმე გამოთქვამს სურვილს, დახმარების სურვილს და სახელმწიფოსგანაც თუ დახმარება იქნება. ვარ 34 წლის, მყავს 7 შვილი, ვარ სოციალურად დაუცველი, ძალიან მიჭირს ვცხოვრობ ქირით, სადაც ვიხდით $250 თვეში. ყველგან მაქვს განცხადება წერილი თუ თხოვნა დაწერილი, მაგრამ უშედეგოდ. ეს კომუნიკატორის მაყურებელმა მოგწერა და მოვიდა კომუნიკატორის ეთერში. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ რა პრობლემა აქვს და როგორ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ. გამარჯობათ. სადაა ბავშვები? ესენი არიან ჩემი შვილები კი, 7 შვილი მყავს. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ პრეტენზიულები არ არიან ბავშვები და რა ვიცი. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი რაც აწუხებთ საკუთარი სახლის უქონლობაა. ბავშვებთან ერთად 12 წელი მშობლებთან ცხოვრობდა. მერე ბინა იპოთეკას შეეწირა და უბინაოდ დარჩნენ. უარის წერილები. უბრალოდ წერ. უამრავი დასტამა უარის წერილები. პრემიერ-მინისტრთან დავწერდი, ის გადააგზავნა და ჯანდაცვის სამინისტროში გადააგზავნა მერიაში, იქიდან მოდიოდა სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენს კომპეტენციას ცდება, ჩვენ შესაძლებლობებს ცდება და ესეთი წერილი მაქვს უამრავი. საპატრიარქოსაც მიმართე სამწუხაროდ იქაც მითხრეს, რომ არ აქვთ იმის საშუალება თუ რა ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში ვერანაირი დახმარება ვერ გამიწიეს.
ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალურად დაუცველის და მრავალშვილიანი სტატუსით სარგებლობის ფულადი დახმარებაა, რაც თითქმის მთლიანად ქირის გადახდას ხმარდება. ყველაზე დიდ პრობლემას კი თვითონ ბინის, შოვნის და ხელშეკრულების გაფორმებისას აწყდება. უკვე ორი პრობლემა მაქვს. ის რომ ხელშეკრულებას არ მეფორმებენ, ის რომ ამდენ ბავშვით არამდენ არ მომაკიდებს. თუ ფრთხილდებიან სახლს, ალბათ რო იქ ბავშვიანი თუ აი ალბათ რაღაცა გაფუჭდება, რაღაცა და ზიანდება და მე მით უმეტეს ფიქრობ რომ აი რახან ბევრი შვილი ყავს, იმან შეიძლება ვერ გადამიხადოს და რა ვიცი, ბევრი რაღაცა არის. ეგზავნება პრემიერ-მინისტრის სახელზე. დახმარების წერილების წერა სხვადასხვა უწყებებში 2 წლის წინ დაიწყო. დღემდე აგრძელებს და იმედი აქვს, რომ ვინმე მის თხოვნას გამოეხმაურება.